მედიკამენტებით სტანდარტული მკურნალობის გარდა, ხერხემლის ოსტეოართრიტის და დისკების დეგენერაციის მქონე ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მკურნალობა სასარგებლოა მათი მდგომარეობის ტკივილის დონის სამართავად. ქრონიკული სიმპტომებისა და ხერხემლის კისრის ან წელის ნაწილში ოსტეოართრიტის შედეგად გამოწვეული ტკივილის მწვავე ეპიზოდების შესამსუბუქებლად შეიძლება რეკომენდებული იყოს ისეთი მანიპულაციები ხერხემალზე, როგორებიცაა მანუალური ან ოსტეოპათიური მანიპულაციები. თეორიაში ხერხემლის სახსრების დისფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. ხოლო ხერხემლის სახსრების მანიპულაციების საშუალებით მობილიზებას შეუძლია შეამციროს ეს ტკივილი. ვინაიდან ოსტეოართრიტი არის სახსრების დისფუნქცია, ის შეიძლება კარგად რეაგირებდეს მობილიზაციაზე. ხერხემალზე მანიპულაციებს ყველაზე ხშირად ახორციელებს მანუალური თერაპევტი, ექიმი ოსტეოპათი ან სათანადოდ მომზადებული და ლიცენზირებული ფიზიოთერაპევტი. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ნაკლებად ძლიერი მანიპულირება, რომელსაც ეწოდება ტრაქცია, როგორიცაა ხერხემლის გრავიტაციული დაჭიმა რეგულირებადი ბლოკების გამოყენებით. თერაპიული მასაჟი ეხმარება პაციენტებს ოსტეოართრიტის დროს ტკივილის შემცირებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში. ის ასევე სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და კუნთების დაძაბულობის შემთხვევაში. ამ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალთან მიმართვა, რომელიც სპეციალიზებულია ართრიტის მქონე პაციენტების მკურნალობაში. რელაქსაციასა და სტრესის მართვის ტექნიკას შეუძლია დაეხმაროს პაციენტს ისწავლოს, როგორ შეამციროს კუნთების დაძაბულობა და ამით შეამციროს ტკივილი. ასევე არსებობს სხვა კოგნიტური და ქცევითი ტექნიკები, რომლებიც ეხმარება პაციენტს არსებული ტკივილის გაკონტროლებაში. სტრესის მართვასა და რელაქსაციას ხელს უწყობენ ეფექტური ტექნიკის მაგალითები: კონტროლირებადი სუნთქვა, მედიტაცია, ბიოუკავშირი და თვითჰიპნოზი. ნერვის ტრანსკუტანური ელექტროსტიმულაცია იყენებს მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას ხერხემლის ირგვლივ არსებული ნერვების მგრძნობელობის შესამცირებლად. ამ პროცედურას აქვს მცირე შესაძლო გვერდითი მოვლენები და ის არაინვაზიურია. თუმცა ამ თერაპიის მიღების დროს არ არის გარანტირებული ტკივილგამოყუჩებელი ეფექტი ყველა პაციენტისთვის. როგორც წესი, მკურნალი ექიმი, რომელიც იძლევა ამ პროცედურის დანიშნულებას, ასევე ასწავლის პაციენტს ელექტროსტიმულაციის აპარატის სათანადო გამოყენებას. აკუპუნქტურა გულისხმობს წვრილი ნემსების ჩხვლეტას სხეულის კონკრეტულ წერტილებში. პაციენტების უმეტესობა ამ დროს აღნიშნავს ჩხვლეტის შეგრძნებას, გრძნობს მოდუნებას ან პირიქით ენერგიის მატებას. ზოგიერთ პაციენტს მიიჩნია, რომ აკუპუნქტურა ეხმარება მათ ოსტეოართრიტის ტკივილთან გამკლავებაში. აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა მიიჩნია, რომ ეს მეთოდი სასარგებლოა წელის ტკივილისა და მრავალი სხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ხერხემლის ოსტეოართრიტის დროს. აკუპუნქტურა ითვლება უსაფრთხო მკურნალობის მეთოდად. ამის გამო ბევრი ექიმი თვლის, რომ აკუპუნქტურა არის ეფექტური პროცედურა, როგორც სხვა დამატებითი საშუალება და მკურნალობის ალტერნატივა. გარკვეულ სიტუაციებში აკუპუნქტურა შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვეულებრივ ტკივილგამოყუჩებლებთან კომბინაციაში ან მათი მთლიანად ჩანაცვლების მიზნით. არსებობს დამხმარე მოწყობილობების მთელი რიგი, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ხერხემლის დამატებითი ფიქსაციისთვის და ართრიტის გამო არსებული ტკივილის შესამცირებლად. ეს ეფექტი მიიღება მოძრაობის შეზღუდვის და ხერხემლის დატვირთვის შემცირების მეშვეობით. ხერხემლის ფიქსატორები შეიძლება გამოყენებული იქნას კისრის ან წელის კორსეტის სახით. სხვა დამხმარე მოწყობილობები შეიძლება შეიცავდეს ხელჯოხებს ან თვითგადასაადგილებელს, რომელიც ეხმარება პაციენტს სიარულის დროს და ამით ამცირებს ტკივილს. მკურნალ ექიმს შეუძლია ურჩიოს პაციენტს შესაბამისი დამხმარე მოწყობილობა. რეაბილიტოლოგის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია დამატებითი მოწყობილობების დანიშნვა, რომლებიც დაეხმარება პაციენტებს სახლსა და სამსახურში უკეთ ფუნქციონირებაში. დამხმარე მოწყობილობების გახანგრძლივებული გამოყენება იწვევს კუნთების დამატებით სისუსტეს, ამიტომ პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ისინი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ხერხემლის ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე, შეუძლიათ მიიღონ შეღავათი ჭარბი წონის დაკლების შედეგად. წონის დაკლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს დატვირთვა ხერხემლის სახსრებზე და ამით შეაჩეროს ამ სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების შემდგომი დაზიანება. წონის კონტროლის საშუალო ასაკში ასევე ეხმარებათ ადამიანებს შემდგომ წლებში ხერხემლის ოსტეოართრიტის შესაძლო განვითარების პროფილაქტიკაში. წონის დაკლებისთვის საჭიროა ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში. დიეტოლოგს შეუძლია დაეხმაროს პაციენტებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ ჭარბი წონის დაკლებაში, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნონ შესაბამისი წონა და მიიღონ სათანადო საკვები ნივთიერებები. აქტიური ვარჯიში, რომელიც დროს ადამიანი ხარჯავს მეტ კალორიას, ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც პაციენტს შეუძლია გააკეთოს, არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევების გამომუშავება. ჯანსაღი ცხოვრების წესის სპეციფიკური ჩვევების მაგალითებია: სათანადო რაოდენობით დასვენება, ალკოჰოლისა და კოფეინის შეზღუდვა, თამბაქოს არ მოწევა, სტრესის მართვა და სხეულის უსაფრთხო მექანიკის გამოყენება ყოველდღიური საქმიანობისთვის. ეს შეიძლება იყოს ჩანთის ნაცვლად ზურგჩანთის ტარება და წელის მოხრის ნაცვლად ფეხების მოხრით საგნების აწევა. პაციენტის ექიმთან კონსულტაციები ხელს უწყობს ცხოვრების წესის და პროგრამების გაცნობას, რომლებიც შექმნილია ამ ჯანსაღი ჩვევების შესწავლის და განმტკიცების მიზნით. არსებობს მთელი რიგი სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს ხერხემლის ოსტეოართრიტის მკურნალობასთან დაკავშირებით, როგორიცაა სპილენძის სამაჯურები, მცენარეული ჩაი ან ტალახის აბაზანები. თუმცა დღემდე არც ერთი სამეცნიერო კვლევა არ აჩვენებს ამ მიდგომების ეფექტურობას ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში. ამ ვიდეოში განხილული მკურნალობის მეთოდების უმეტესობა ასევე წარმოადგენს სიმპტომური დეგენერაციული დისკის დაავადების მკურნალობის ალტერნატივას. ეს ხდება იმის გამო, რომ ხერხემლის ოსტეოართრიტი და დეგენერაციული დისკის დაავადება წარმოადგენენ ხერხემლის მტკივნეულ მოძრავ სეგმენტს.